კიმიხი შეასრულებს 11 მეტრიანს. წინა შეხვედრაში საგოლე გადაცემა ჰქონდა. 4 გოლს თუ მიამატებს. კი ბატონო, უბადლოდ შეასრულა კიმიხმა და ლოგიკური სამართლიანი გოლი გერმანელების. გერმანიის ნაკრები გაცილებით უკეთესი იყო თითქმის 9 საათის მანძილზე და დაწინაურდა კიდეც. წესითა და რიგით ენერგიების ზრდაზე უნდა გადავიდნენ და ცოტა ხანი შესაძლოა ტაიმის ბოლომდეც ბურთი ჰქონდეს იტალიას უფრო დიდხანს ვიდრე აქამდე. ოთხე გამოიცნო დონარუმამ ამ სიმაღლე და სიგრძე მეკარეა ასეთი გამოცდილი იქით გადახდა გრძელი ხელით, მაგრამ იმდენად კარგი დარტყმა იყო, რომ ახლოსაც არ იყო. სადაც გამარჯვებული მოხდება 4 გუნდიანი ჯგუფი. დარტყმა რა მაგარი მოგერიება. დონარუმამ გვიჩვენა კლასი. კლაინდისტი ისევ კარგია. მე რამდენედო თავისიანებს ეუბნება ჯიჯო. ამასობაში სანამ იმ მომენტის გამეორებას გვიჩვენებდნენ, გერმანიამ გაიტანა მეორე გოლი. როგორც ჩანს მუსიალა გატანილი გოლის ავტორი ვერ ვნახეთ. ჯერჯერობით გამეორებასაც ვერ გვაძლევენ. ისე გამოვიდა რომ ის მომენტიც ვერ ვნახეთ ნორმალურად და ესეც გამოგვატოვებინეს. აი ახლა გვიჩვენეს ეს ბრწყინვალე მოგერიება და იქ იქნებოდა სწრაფი. პირდაპირ რასაკეთებდა? თავისიანებს ეჩხუბებოდა. ეს რა? კურიოზული გოლი. არბიტრმაც არაფერი. ესეთ მე არაფერი არ მინახავს. ამ დონის შეხვედრაში, ხო? გავიდა მარჯვნივ პასი. რბილი ჩაწოდება და ეს რა აიღო? მოასწრო? არა, გოლია. ჩიპმა დაგვიდასტურა და ისეთი აქტიური იყო კლაინდინსტი, რომ ეკუთვნოდა კვლავ თავის გამოჩენა. ისევ დაკარგეს. ბასტონი შეცდა თავიდან პასის დროს. შემდგომ ახლოს კი იყო ისე დონარუმა. მაგრამ არა, გადაკვეთა, აშკარად გადაკვეთა. ფონი გვიჩვენეს შემდგომ და გაახსენდებოდა რაღაც. ზანე და შეცდომა, ამ შანსს გამოყენება უნდა ძალიან ძლიერი დარტყმით. გოლი გააქვს მოიზე კინს. ეს მისთვის პირადად ძალიან მნიშვნელოვანია და ნაკრებისთვის 3-1. საჩუქარის კვადრატურას პრესტიჟის გოლი მეორე ტაიმის სტარტზევე გაიტანა მოიზე კინმა. რამაც ოკლა იმან მოგარჩინოსო თუ როგორ არის ეგ, იგივე სტილით დაიწყო იტალიამ თამაში. აღალი პრესინგით დააშვებინა შეცდომა მეტოქეს. ძლიერი დარტყმა გამოვიდა კინს. 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის ვაიბები წამოიღო ამ ეპიზოდმა ბალოტელის გოლი. კარგი პასი. ეს გადაცემაც გადის. დარტყმა აკლია და არის დარტყმა 3-2. აი რაზეც საუბრობდით, ვერ იქნებოდა ნაგელსმანი კმაყოფილი, იმიტომ რომ რაღაც ტენდენცია წავიდა და თითქოს მშვიდად მოგებული თამაში ახლა გახდა ცოტა სანერვიულო. დუბლი მოიზე კინი. შესანიშნავი არის კინი, ამტკიცებს რომ იმსახურებს ძირითადად 11-ში ყოფნას და ზოგადად ძალიან მაგარი სეზონი აქვს მოიზე კინს კლუბშიც და აგერ ნაკრებშიც. რა კარგად ითამაშა. როგორ შეისწორა გამოწვია ბურთი და მძლავრად დაარტყა და ყოჩაღ რასპადორისაც რომელზეც ბრძოლაში მაინც მოახერხა პასის გაკეთება. რა თქმა უნდა, ხა ეს არ იყო ისეთი პასი, რომ ცარიელი კარისი მიუგორე თანაგუნდელს უნდა გაგეკეთებინა, მე ის რაც გააკეთა კინმა, მაგრამ რასპადორიც იმსახურებს შეკებას. ვარზე წავიდა მარშინიაკი და გაძევებას თან გვაქვს. არა, ხელით თამაში. თურმე ყოფილა რაღაცა. აქ დაიდება 11 მეტრიან, როდესაც ესეთ დროს შერდება ხოლმე თამაში, აუცილებლად ინიშნება და
ამჯერად პენალტია კინი აღარ არის, ჰეტრიკს ვერ შეასრულებს. თავარია ლუკა გააჩერონ. კლუბში რაც ჩაიდინა ის არ მოინდომოს. ჭელშტადმა ძალიან ცუდად ითამაშა ამ ეპიზოდში. ამაყრუებელი სტვენა, რასპადორის გამორბენა, რაღაც ძაძას ვარიანტები, მაგრამ გაიტანა მისგან განსხვავებით. 3-3 რა თამაში გვაქვს. 3-0-დან გერმანიამ გაანიავეს უპირატესობა, იტალიამ დაკაჩა, გაათანაბრა და ცოტა დრო კიდევ რჩება. 2 წუთი ნახევარი და პლუს ამ ვარის გამოწეული პაუზა 1.5 წუთი უნდა გადაამატოს. 3 წუთი აქვს სადღაც იტალიას იმისათვის რომ კიდევ ერთი გოლი გაიტანოს და 2 მატჩის ჯამში გაათანაბროს ანგარიში. არა. აი ასეთი შეცდომა და ამით ასრულებს არბიტრი ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან მაგარი თამაში დაპირისპირება გამოვიდა ორივე შეხვედრა თავისებურად კარგი იყო დღევანდელი მატჩიც ორი განსხვავებული ტაიმით დონარუმა აქ არის უკმაყოფილება გაუგებარია ამდენი დრო აღარ იყო დამსახურებული გამარჯვებული მაინც ორივე მატჩის ჯამში მთლიანობაში უფრო დიდი დროის მანძილზე გერმანია უკეთესი იყო ვიდრე იტალია